იქიდან გამომდინარე, რომ ბერტა ზუტნერს ჰქონდა ესეთი ქალური ისტორია თავის ცხოვრებაში, ისეთი როგორიც ბევრ ქალს აქვს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, იგი ცოტა უფროსი იყო თავის მეუღლეზე და ოჯახმა არ მიიღო, მეუღლის ოჯახმა არ მიიღო ის და იძულებულები იყვნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ და აარჩიეს კავკასია და საქართველო და ასე მოხდა ბერტა ზუტნერი ზუგდიდში და მარტო ზუგდიდში არა, გორში ცხოვრობდა იგი გორშიც, ქუთაისშიც და თბილისშიც მემორიალური დაფა არის უზნაძის ქუჩაზე ბერტა ზუტნერის საპატივცემლოდ. ჩვენი მხრიდან, ორგანიზაციის მხრიდან, რადგანაც დიდი წვლილი მიუძღვის მას ზუგდიდის, როდესაც ზუგდიდში ცხოვრობდა და ხშირად ამბობდნენ, რომ ის დადიანების სასახლეში ცხოვრობდა, სინამდვილეში დადიანების სასახლეში პირდაპირ მნიშვნელობით რამდენადაც მე ვიცი არ ცხოვრობდა, მაგრამ იმდენ ძალიან ახლოს იყო ამ წრესთან, იმიტომ რომ ის ფლობდა ენებს, რამდენიმე ენას და ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას ზუგდიდში და ძალიან ახლოს იყო დადიანების ოჯახთან. შესაბამისად და კარგად გაიცნო იმ ქალების ცხოვრება, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობენ და სავარაუდოდ ძალიან ახლოს იყო მასთან ეს ყველაფერი და წარმოდგენაც ალბათ ძალიან მძიმე იყო იმ პერიოდის ქალების ცხოვრება ზუგდიდში თავის, ასე ვთქვათ, იყო ეს ათრეული ქორწინების პრობლემა თუ სხვა. შესაბამისად, როგორც მწერალმა, მან ძალიან მნიშვნელოვანი ნაწარმოებიც დაწერა, რომელიც პაციფისტური შინაარსი აქვს თავის, იმიტომ პაციფისტი იყო თავის მიმდევრობით, ასახა ფაქტიურად ქართველი ქალების გავლენა იქონია, მოკლედ საქართველოში ყოფნა მის ნაწარმოებში. ანუ რეალურად შემიძლია ვთქვა ის, რომ ქართველი ქალების ხმა სოფლიომდე მივიდა ბერტას მეშვეობით და დღესაც კაც აღნიშნე, რომ დღესაც აი მისი ეს პრემია საშუალება მომცა მეც და საქართველოს დელეგაციასაც, რომ გაგვეჟღერებინა საქართველოს ხმა მშვიდობის პალასში, სადაც ასე ვთქვათ, იცით ნობელის პრემიის ლაურეატებს აჯილდოვებენ და ასე შემდეგ, ეს ძალიან საპატივცემულო.